დილამშვიდობისა ყველას. დღეს ვიმყოფებით მტკვარზე, სათევზაოდ ქაშაპზე. აქ ცოტა შემდგარი წყალი არის, აქ მტკვრის ტოტი იყო. ადრე ჩაულებრივ და იგზევით მე რაღაც კარიერი გააკეთეს, გადაკეტეს და მე ესე რაღაც ტბასავით არის შემდგარი ახლა. მთელ ზოლზე და ქაშაპები მრავლად იყო ხოლმე. ნახოთ რა გამოვა დღეს. დღეს ვითევზავებ ფეივორიტის ტოტემით 0.8-დან 4 გრამამდე. სუბუქი ჯოხია ძალიან და ძალიან გრძნობიარე თევზის ჩარტყმებს ძალიან უცბად იგებს. სატყუარების მრავალფეროვნება მაქვს. სილიკონებზეც მოვსინჯავ, ფლეშლურეს რა თქმა უნდა. პანყალები SVS-ი ისევ და ისევ და ვობლერზეც მაინტერესებს. მოვსინჯო სელექტის პრინტები და პრანკები არის და ნახოთ რა გამოვა აბა ამ ყველაფრისგან. კარგად დაარტყა, მაგრამ არ დაჭდა. ესე ვარდნის დროს იცის ხოლმე ძირითად შემთხვევაში სილიკონზე დაარტყნა. გაუმეოროთ აბა ისევ იმ ადგილში. მეორეთაც თუ გამოვეკიდე. აი, ისევ იქ-ელოდებოდა. ის ტოტების ქვეშ. საკმაოდ მოზრდილი ზომის აჩანს. აბა მოდი. სილიკონი გაძვრა, მაგრამ არა უშავს. ესეთი. ნელა. დიდპირა ქაშაპი. აი, გავუშვათ. პატარათი დაარტყა. არა და ქაშაპმა ძლიერი დარტყმა იცის და. ქაშაპოსა. ესეთი ხორცისფერი მუხნატკა ფლეშლურესის. გაუშვათ. 2.0. ლეგენდარული სელექტის პრინტი. ჩავთოთ აბა. მალადეც. რა იყო, მანდელოდებოდი ზუსტად? რაღაცა ტოტიც მოედო და ვაინოი უდარი გამოდის. მოდი აბა, ტოტთან ერთად. ხელა ტოტი. იქნება გამექცე. მოდი და გაგიშვებ ჩემ.
ლეგენდა სელექტის პრინცზე. აუ, თვალში რაც სუდათა აქვს მოდებული. ცოტაც გაუძელი. აჰა. აუ, იხვების გუნდი. ეს ნადირობის სეზონი რო გაიხსნება, მერე კი აღარ არიან. რამხელა გუნდი იყო ერთი. 20 წელზე მეტი იქნებოდა. კაი. გავუშვათ გაშაპინო ვაწვალებთ. ესეთ მოდელზე. წავიდა. ეს პრანკი სელექტის ძირვადი არ არის. მოტივტივია და შეიძლება იქ ზევიდანაც კი მიახტეს რამე. აი, ზევიდან რო დავარ და იქ მიახტა. აუ, რა პატარა. და რამხელა ობლერს მიახტა. სელექტის პრანკზე პატარა ქაშაპი. რა ველური თევზია რამხელა. 3.1 გრამია და მაინც დაუპირა შეჭმა. ესეთი ოქროსფერი. დავიდა ქაშაპა. მოტყუდი მაინც. მოტყუდი მაინც. აი. ორი წალი მე შემერჭოდა. მადლობა. კაი. რა ბასრი სამკავები აქ. ჩაპრანკა პრანკმა. მაგრამ მეც ჩამპრანკა. სადი მოუსვი აქ რა. შევცვალოთ აბა. სხვა ფერი დავაყენოთ. ესეთი. ობრძანდი? მიცე ზევიდან. ასეთი. პატარა ქაშაპი. მოგაზე. მოკლედ დღეს ან სილიკონით დავიწყე, მერე ყანყალაც წადე. ხანრა, მაგრამ
თითოროლა ძალიან აქა-იქა. თურმე გასაღები დღეს ყოფილა სელექტის პრანკი. დღეს უკვე მეორედ დავისაჯე ესე ქაშაპზე ცოტა ფრთხილად უნდა მოკიდოთ ხოლმე ხელი. თორე ცოტა გიჟი იქცევა და ტრაინიკები ცუდად შეიძლება შეგერჭოთ. ხო და იმას ვიძახდი, რომ სელექტის პრანკმა დღეს ესე ზედაპირულ გამოტარებებზე აი კაცი შემედი. ზედაპირულად გამოტარებებზე საკმაოდ ნორმალური შედეგი დადო. ჯერ კიდევ ვაგრძელებ, ნახოთ რა იქნება. პატარა მაიმუნი. რა პატარა? მობრძანდი. მორიგი ქაშაპი სელექტის პრანკზე. ეს ობლერი შემიყვარდა რაღაც დღესა. ზედაპირულ გატარებებს განსაკუთრებით კარგად აკეთებს. უზდეშ. ოპა. ამჯერად სიღრმეში აიღო. მოგზანდი. შვენიერი ზომის. ამასაც დამაგლიჯოს თითები. სიფრთხილით გამოვაცალოთ. სამკავები. ერთი, ესეც მეორე. იდი. ნაგიჟარი ქაშაპი. დამშვიდი ცოტაც.
იგი აბუძგა გასაღები ეს თურმე გასაღები ყოფილა ქაშაპის მოდი და აცილა და მე დამატებაზე დაჯდა ოღონდ არის პაწუკა ესე ტრაინიკები შაუდია გარეთ სამკავები იგი დაცხა უკვე და თევზი აღარ აქტიურობს დადგა სადღაც ჭრილებში და არის დღეს ესე იგი დღევანდელი დღის გამარჯვებული გახდა სელექტის პრანკი სულ რამოდენიმე ცალი მგონი 2 ცალი დავიჭირე სილიკონზე ერთი როგორც მახსოვს სელექტის პრინცეც დავიჭირე დანარჩენი ყველა დავიჭირე სელექტის პრანკზე ეს და ოქროსფერი მქონდა კიდე მეორე ხო და არისო ცუდი დღე მე მგონი ქაშაპისთვის და პატარა გასაირნებისთვის აქვე მტკვარზე გასართობად არა უშავდა ჯოხს რაც შეეხება თავის ფასში და თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა სუბუქი T1100 GR ბლანკი და საკმაოდ გრძნობიარე და მსუბუქი ჯოხია შევხვდებით მომავალ ვიდეოებში აბა წარმატებები ყველას ნახვამდის